სად წავიდა დევიდ ლინჩი? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობს ქართველი მხატვარი რომანოზი, რომლის გამოფენაც მაისში პარიზის ლეგენდარულ სასტუმროში შანგრილაში მოდის ჩვენების ფარგლებში გაიხსნა, სახელწოდებით Unique. სახელგანთქმული საკულტო კინორეჟისორის დევიდ ლინჩისადმი მიძღვნილი პერსონალური გამოფენა მეტაფიზიკურ სამყაროს ასახავს და ლინჩს არა წარსულის პერსონაჟად, არამედ ალტერნატიულ ტრანსცენდენტურ სივრცეში მოქმედ ცნობიერებად წარმოაჩენს. მოხარული ვარ, რომ ამდენი თვიანი შრომის შემდეგ და მზადების შემდეგ დღეს ჩვენ შევძელით და განვახორციელეთ ეს პროექტი, რომელიც მე მივუძღვენი სპეციალურად დევიდ ლინჩს. მისდამი არის, ასე ვთქვათ, მიძღვნილი ეს გამოფენა და მინდა ვაჩვენო საზოგადოებას ის სამყარო, სადაც დღევანდელ დღეს იმყოფება დევიდ ლინჩი. ის არის ტრანსცენდენტალურ, ასე ვთქვათ, განზომილებაში. ეს ნამუშევარი, რომელიც არის ჩემს უკან წარმოდგენილი, ზუსტად ასახავს ამ სივრცეს. დიდი ხანია მინდოდა რომ გადმომეცა ესეთი მასშტაბური სივრცე, რაც შეიძლება მასშტაბური რო ყოფილიყო რაღაც გარკვეულ ამავდროულად ჩარჩოში მოქცეული და ვფიქრობ, რომ ეს იდეა განხორციელდა და იქნა გადმოცემული. თქვა ტრანსცენდენტალური არტი გამოფენილა სტრატოსფეროში, გამოფენილა ბევრ საინტერესო გალერეაში და სივრცეში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს სივრცე, რომელიც არის პარიზის ცენტრში, ასევე ძალიან კარგად ღებულობს და იტევს ტრანსცენდენტალურ არტს, რომელიც მე შესთავაზე მას. 4 მეტრის სიგრძის სტილო ერთგვარი ვიზუალური პორტალია, რომლის მიღმაც დევიდ ლინჩი, რომელიც 16 იანვარს 78 წლის ასაკში გარდაიცვალა, ციფრული ავატარის მეშვეობით კვლავ განაგრძობს შემოქმედებას. მე მგონია, რომ ეს არის ერთგვარი კომუნიკაცია სხვადასხვა სამყაროების, რომელიც შედგება აი ამ ნამუშევრების სახით. ტრანსცენდენტალური არტის სახით და მე არაერთხელ ვიყავი მომსწრე, როდესაც ადამიანები გრძნობენ ამაში რაღაც თავიანთ სამყაროს და ეს ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ ხედავენ რაღაც თქვა განსხვავებულს, მაგრამ ლაპარაკობენ იმ გრძნობებზე, იმ აზრებზე და ემოციებზე, რომელიც მაგათთვის არის საკმაოდ ახლოს. რომანოზის ნახატების ეს უახლესი სერია ვიზუალური ხელოვნების და ფილოსოფიის ნაზავია, რომელიც ფერწერას მოდის მუდმივად ცვალებადი და განვითარებადი სახის არა ფონად, არამედ განუყოფელ ნაწილად წარმოაჩენს. Now we're opening the Unique fashion show in Paris. პარიზში გაიხსნა მოდის ჩვენება სახელწოდებით Unique. ძალიან მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ გამორჩეული ქართველი მხატვარი რომანოზი. ვიმედოვნებთ მასთან კიდევ ბევრი კოლაბორაციის შესაძლებლობა გვექნება. ჩვენს მოდის ჩვენებაზე წარმოდგენილია 2 ქართველი დიზაინერიც. ჩვენ ქართველ დიზაინერებს მსოფლიო სცენაზე წარმოჩენაში ვუწყობთ ხელს. რომანოზის მონაწილეობა პარიზის მოდის ჩვენების ფარგლებში სახელწოდებით Unique თანამედროვე ქართული ხელოვნებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს და კიდევ უფრო ამყარებს ქვეყნის როლს კულტურული და შემოქმედებითი ინოვაციების ჩამოყალიბებაში.